გამარჯობა. დღეს მე გასწავლით, როგორ გაიაქტიუროთ KIPS-ის მობილური ტერმინალი. ამისთვის პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, რომ გაქვთ Android-ის ტელეფონი NFC მხარდაჭერით. შედიხართ ტელეფონის პარამეტრებში, შემდეგ კავშირების გვერდზე და რთავთ NFC-ს თუ ის უკვე ჩართული არ არის. ამის შემდეგ შედიხართ Play Store-ში და იწერთ KIPS-ის აპლიკაციას. აპლიკაციაში შესვლის შემდეგ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. პირველ რიგში შეიყვანთ თქვენი მობილურის ნომერს და დაადასტურებთ მას ერთჯერადი კოდით. შემდეგ შეავსებთ თქვენს მონაცემებს: სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის ნომერი და თქვენი ბანკის ანგარიშის ნომერი. ამით რეგისტრაციის პირველი ეტაპი სრულდება. ამის შემდეგ აპლიკაციაში აწვევით გადახდას და ირჩევთ თქვენთვის სასურველს: ინდივიდუალური მეწარმე ან შეპეს. ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში თქვენ გაივლით იდენტობის ვერიფიკაციას თქვენთვის სასურველი მეთოდით. წარმატებით გავლის შემდეგ თქვენი გუნდი დაგიკავშირდებათ საბოლოო დასტურისთვის. შეპესის შემთხვევაში პირდაპირ გვიგზავნით მოთხოვნას და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ვერიფიკაციის გავლაში. დასტურის შემდეგ მზად ხართ გადახდების მისაღებად. შეიყვანეთ თანხა, დააჭირეთ გადახდას და მომხმარებელმა უბრალოდ უნდა მიადოს ბარათი თქვენი ტელეფონის უკანა მხარეს. სულ ეს არის. გადახდა შესრულებულია და თანხა მომენტალურად აისახება თქვენს ანგარიშზე. ჩამოტვირთეთ KIPS-ის აპლიკაცია და გაიმარტივეთ გადახდების გზა თქვენს ბიზნესში.